ბატონო გოგა, თეთრ ფურცელზე გაკეთებული განცხადება არის. ანუ მაგალითად ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე. ეს ეხლა დანაშაულია ადმინისტრაციული სამართალდა. ანუ კი არის ადმინისტრაციული სამართალდა. სხვა ადამიანების დაკავებასთან ძალიან ბევრი პოლიციელი მუშინების მსგავსად დადგება თუ არა იმ პოლიციელების კაპიტულირების საკითხი, რომლებიც მუშინ ძალადობრივი გზით აკავებდნენ მოქალაქეებს საკითხს. თქვენ ხო ხედავთ ამასაც ბატონო გოგა? შესაბამის უწყება შეგვიძლია. თქვენ არ გინახავთ როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს? არ გინახავთ, უბრალოდ არ გინდათ რომ დააფიქსიროთ ბატონო გოგა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნახა თუ რა მეთოდებით ხდებოდა მოქალაქეების და გამოძიება არის დაწყებული დავით მამაგეიშვილის ქმედებაზე. სწორედ ამ ბატონო გოგა, ნახეთ ვიდეო მასალა არის გაგრძელებული. ნახეთ ქალები არიან ბატონო გოგა. თქვენ თუ არ გინახავთ ეს ვიდეო კადრები, აგერ შეგიძლიათ რომ იხილოთ. აი დავით მამაგეიშვილი საჯაროდ გაკეთებული ბატონო გოგა საჯაროა ეს ვიდეო კანონმდებლობა ამას გულისხმობს თქვენ არ თქვით პოლიციელი თქვენ არ თქვით რომ ეს განვითარება ეს რა არის თმაში რო წვდა არ არის დარღვევა ბატონო გოგა არის თუ არა კანონდარღვევა ის რაც ნახეთ ეხლა თქვენ მობილურში რადგან არ გინახა არა თქვენ თქვით ქალის თვით თრევა არ არის კანონდარღვევა? ბატონო გოგა, მეტი მტკიცებულება რა გინდათ მოხდა? პოლიციელი ქალს ათრევს ხმებით და ეს აზრი რაც ნიშნავს ბატონო გოგა, კადრებს ვერ ხედავთ თქვენ? ხედავ, მაგრამ მან გადაწყვეტა. და თქვენ თვითონ რომ ქალის თვით თრევა არ არის კანონდარღვევა? აი პროპორციული ძალა გამოიყენა გუშინ პოლიციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ მეთოდით გააკავა ქალი? აგერ? პირველად მოხაზულიც არის ბატონო. აგერ არის თმით თრევა. კი, უეხედავთ გაჩვენა თავიდან. კი ბატონო, თქვენ უსმენთ გოგა ბემანიშვილს გაჩვენებთ კადრში, როგორც უკვე მაყურებელმა ნახა, ერთი მოქალაქე დააკავა. საფუძველზე არის ის დაკავებული პოლიციელები ამბობენ რომ ყველა ახლა ამ წამს დააკავეს ერთი ადამიანი სწორედ ბანერის ჭერის გამო იგი გადაიყვანეს უკვე გოგა მენმანიშვილის თქმით მან ვერ დაინახა ვერანაირი სამართალდარღვევა იმპაქტებზე რაც გუშინ მოხდა და შესაბამისად დღესაც დააკავეს უკვე ერთი პირი მაგი არასერიოზული პროტესტია, სასწრაფოდ. სერიოზულად 70 წლის ქალბატონის დაკავება პირდაპირების გამო არასერიოზული არის, რომ ციხეში გაუშვეს. ამას დევს ბოდიში უნდა მოუხადო. რუსებს ბოდიში უნდა მოუხადო. ქალბატონს 70 წლის ვარდა დამაკავეს პირდაპირის გამო. თქვენი აზრით ეგ არასერიოზულია. კანონი მოერგო ბიჭი. 43 ადამიანმა მოიხადა პატიმრობა იმის გამო რომ იქნენ ტროტუარზე. თქვენი აზრით ეგ არასერიოზული არის თუ არ არის? სამართლიანი არის. მაგ წესი შემოგება პროფესორა რა უცხოდა ცი რატო გახდა? ალბათო რაშუაში ასე ჰიტლერიც ხოცავდა საკონცენტრაციო ბანაკში ისე რომ გებულობდა ზოგადად მოამბობ ზოგადად არა ხალბატონო სამართალი და სამართლიანობა იგივე არ არის
ირგებს კანონს ბიძინა მალე ციხეში დააკავეს ციხეში გაუშვეს პირბადის გამო და 53 ადამიანი დაიწყო. Ხალხო არასერიოზულიაო და მაგაზე გაეცით პასუხი არის თუ არა ეგ სერიოზული? სპეცრაზმელები რო იქნება შეფუთული და ხალხი ცემეს და ვერ ხდება იდენტიფიცირება მართალი. კანონში დარბევამდე ორი წელი ადრე კანონი ამის შემდეგ მოხდა მხოლოდ დარბევა მასა. არა, ხალხო დოკუმენტურად არა, ხასმირდება არა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბანერების დაჭერის გამო დააკავეს 10-მდე მოქალაქე, ხოლო დღეს უკვე მორიგი ერთი შემთხვევა გვაქვს და დააკავეს ერთი მოქალაქე, ზუსტად იგივე ბანერის გამო, რაც გუშინ სხვა მოქალაქეებს ეჭირათ. რატო შევიდა, რატო კლავდი ცოტა ხალხი აფხაზებს გაკითხები. მოკლადი ჩემი არა ჩვენი ხელისუფლება მოვალდა. ეს მაშია. ეს კატეგორია. მაშინაც ჩვენი ვარ ჩემზე უკეთესად საქართველოს. მე ნაშრომიდან დაწერილი აფხაზები როგორ უნდა შემოვიდეს უკან საქართველოს შემადგენლობაში და რომელ წელს გააწერილი და გააცანით რომელი ხელისუფლება? ხალბატონო, მეც ფიზიკოსი ვარ, მეცნიერი ვარ და ვიცი რაც არის შრომა. თუ შრომა გაწერეთ და საჯარო არის, მაშინ მითხარით. პოლიციების საერთაშორისო სამართალში, როგორც თანამედროვე ლოკალური კონფლიქტების დესტაბილიზაციის საფუძველი და მათი აღმოფხვის საფუძველი. შენ რო უძახი აფხაზებს, რომ ტერიტორიალური მთლიანობა შემიაო მიზნოვნება, რომ მე მაქვს ეს არის სიტუაცია საკრებულოს შენობის წინ. რომ არა, ის გამოწვევა მოდესაც ბავშვებო, ის დაკავებული ვინ არის გამახსენეთ? შეგახსენებთ, რომ გუშინ ბანერების ჭერის გამო დააკავეს 10-მდე მოქალაქე, ხოლო დღეს უკვე დააკავეს ზუსტად ერთი მოქალაქე, ზუსტად იგივე ბანერის ჭერის გამო, რაც გუშინ ეჭირათ მოქალაქეებს. ამ დროისთვის სულ ეს არის და შეგეხმიანებით მოვლენების განვითარების შესაბამისად ეს იყო ნეტ გაზეთის ლაივი. მადლობა.